ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ, რომ ვართ საქართველოს ნებისმიერ სოფელში. აი, ქათმები და ესეც ბოსტანი. მაგრამ არა მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ესპანეთის ჩრდილოეთით ერთ პატარა ქალაქში, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს და ბევრმა შეეძლო აქ თავის პატარა საქართველოს შექმნა. არაერთმა ესპანელმა დაუმუშავებელი და გაჩერებული მიწები ზოგ შემთხვევაში პატარა სახლით დროებით სარგებლობაში გადასცა ქართველებს. ქართული კაცს კი მეტი რა უნდა რომ თავი იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში, საკუთარ კერაზე. როგორც კახეთში. როგორც კახეთში. ან იმერეთში. იმერეთში. სოფელში რა. და დღეს ჩვენი მასპინძელი იქნება პალატა კობიაშვილი, ვინც ამ მიწას ამუშავებს, მოყავს ბოსტნეული, ყავს 80-მდე ქათამი და ასე შექმნა ქართული სოფლის აურა ამ შორეულ ესპანეთში. მასპინძელო, აბა როგორ ახარ? პალატა. გამარჯობა. როგორ ახარ? კეთილი იყოს ჩვენი ფეხი. შენს მამულში შეიძლება ასე. რამდენი წელია პალატა რაც ესპანეთში ცხოვრობ? 2006 წლის აპრილში გამოვედი სახლიდან და ვეღარ დავბრუნდი უკან. ანუ არ ხარ. 20 წელი ხდება, რაც შინმოუსვლელიოს ვეძახი, ჩემი თაობის ხალხი, ვინც წამოვედი და უკან ვეღარ დავბრუნდი. მაგრამ სამაგეროთ აქ შექმენი გენაცვალე შენი პატარა ასე ვთქვათ საქართველოს. საქართველოში თუ გქონდა მიწასთან შეხება, მშობლებს გქონდა ქალაქგარეთ და გავდიოდი ხოლმე შაბათკიდას ვეხმარებოდი. რაღაცები იქიდან ვიცოდი უკვე რომ სანამ ჩამოვიდოდი აქ და ზოგი რა ბევრი რაღაცა აქვს ვისწავლე, იმიტომ რომ რაღაც მაინც განსხვავება არის ესპანელ მიწათმოქმედებს შორის და ჩვენ შორის. მაგალითად აქ ჩვენთან ხალხი ითესება, აქ ჩითილები ყიდება, ყიდულობ, გავ და მე კრიფავ როცა. ესე იგი როგორ მოხდა რომ ამ შორეულ ესპანეთში გაქვს ნაკვეთი? მე 4-5 წელი წინ გადავიტანე იმ ფაქტი და ოფიციალურად მუშაობა აღარ მაქვს და კარდიოლოგმა ექიმა დღეს შორისად უნდა იაროო და უაზროდ სიარულს ვიფიქრე ნაკვეთს ნახავ რა მესმეთკი და მეუღლემ გამოიკითხა და მიტოვებული ნაკვეთები ბევრია და ერთ-ერთი ნაკვეთი პატრონი მოუნახეთ, ქედან აქამდე ჩემი და დაამუშავე რაც გინდა მოიყვანე აგრ. და ეს ყველაფერი უსასყიდლოდ, ანუ არაფერს არ იხდიან მაშინ. რა თქმა უნდა, ბევრი მიტოვებული ნაკვეთებია, ასაკიანი ხალხი ვეღარ ამუშავებს, რომ ძალიან ბევრი მიწები დაამუშავებს. როგორც ხვდები, ამ ქალაქის მერია, მოკლედ არაფერს, არწყავს გვაძლევს. ოღონდ ვიღაცამ დაამუშავოს მიწა და რაღაც გააკეთოს. საინტერესოა. ვიცი რომ ყავს ქათამი, ქათმები. საიდან გაგეჩით ამის სურვილი რომ ქათმები ყოლოდა, აი ეს მოგვიყევი. თავიდან 20 წელი ვიყიდე. მე დავამატე. მე ავდექი და უკვე ცხდადება რომ დაიწყეს, რას მოჭარბებული მქონდა დავიწყე, გავიკითხე მეზობელებში ქართველი და ძალიან ბევრმა გასლაპარაკობს სოფლის კვერცხზე მაგარი ქათამი უკვე თავის თავსაც ინახავს და ერთი კაპიტი რჩება. დავინაცლო და ერთი ვნახოთ ქათმები. ყიდულობ ხორბალი, ქერი ესენი, ბეშოკები იყიდება ესეთი. მე ერთმანეთში უგრევ აფასები და მით ვინახავ რა ქვია. პლასმას ვედრებში ვინახავ. ყავს სამი კატეგორია ქათმები, თეთრი, წითელი და შავი. კვერცხი სხვადასხვა ფერია. 30 ახალგაზრდა ვარია, ჯერჯერობით არდებენ კვერცხს, მაგრამ ველოდები ახლა ამინდები რომ გამოაცოთ და მოიმატებენ, ბალახს ჭამენ ძალიან მაგრად. ანუ აქ არის ახლა დაახლოებით რამდენი ქათამი პატარა? 80 ქათამია. მე ვიყიდე ინკუბატორი, აი ეს პატარები რორი კუთხეში ინკუბატორის გამოჩეკილებია. მირა, ალბათ. აი პეკენია, მირა. ესა პატარები არიან ინკუბატორმა გამოჩეკა. ჯერ ვერ გავიგე მავლიან დედლები არიან. იძინებენ ღამე და დღე აქ მოზრაობენ ვაჭრებს რა ვიცი და წყალი ყველაფერი საერთოდ და უკვე 2 დღე 3 დღე შეთხელ უხვეწა მაინც რაღაცები შევა ხოლმე. და რა გაქვს დარგულია პატა ამ ნაკვეთში? რა ვიცი ყოველგვარი კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო, ნიორი, ხახვი, ზამთარში რაც ითესება და იგובה ძირითადად. ეხლა აგერ იქ ხარეს ჩვენი ქართული თესლები გამომიგზავნეს და ბოლოკი დავთესე, ფინჯი დავთესე. დანარჩენი დარგულები ახლა მოდის უკვე კიტრი, პამიდორი და იმის სეზონი ამას გადავამუშავებ და მარტის ბოლოს კარტოფილი ითესება ახლა. აგერ ჩვენი ქართული ხახვი მაქვს მრავალშვილიანი დასავლეთში ჭლაყ ხახვს ეძახიან არ ვიცი აი როგორც ნიორი დათესავ და ამოდის ბუჩქად ესე რა. ეს ნიორი ხო? ხო ეს არის ნიორია შემოდგომაზე ირგვება და ამათ ესპანელებს აქვთ აპრილის პირველ კვირას ჯერ ამგენი საღდგომა მოდის მერე ჩვენი. ესენი ამ ნიორს მე ღერებს ცეცხლზე მაშუებიან ნაკოშხას როდებს წავენ და ჭამენ. რაღაც თავით ეროვნული ის აქვს რა. იმიტომ ბევრი დარგული. ყონავ ხოლმე მე და ვაბარებ ხილბოსნეულში. და რაც საქართველოში მოდის ესპანეთში თუ მაგალითად ეს მიწა აქ მოდის კი არა აქ პირიქით ჩვენთან რო ყინვებია ზიცივები იმდენი ზიცივები აქ არ არის ზიცივები და აქ წელიწადში შეიძლება 2-ჯერ და 3-ჯერაც მოასწრო მოსავლის აღება. და რით ამუშავებ?
როგორ ამუშავებ? ვიცი, თავიდან დაბარვა დავიწყე და მე რომ ამუშავება უკვე მოითხოვა ვიღლიდა ძალიან და ტრაქტორის პირველ მომიწია რა, ტრაქტორი ის ვიყიდე. ხელისის როა, ხო? ხელის ტრაქტორი რო არის. ეს შენი გაკეთე, შენი აშენებულია სუთახი თუ როგორ? ქართველები ბიჭები მომიხმარენ და სულ ეს პალეტები და იმით გავაკეთეთ. იარაღები შენახვა მინდოდა, რაღაც მინდოდა. მოსავალი რო ავიღე ხახვი კარტოფი რაღაცა დარეული. ეგ არაფერი კაცი. ჯერ დაუმთავრებელი კიდე შეღებვა მინდა, რა ვიცი, სინათლის შემოყვანა, სინათლე არ მაქვს. ხო და თაროები მაქვს რაღაცები გაკეთებული და რა ვიცი, პატარა კუთხე მოვაწყეთ რა. აი კარტოფილი ვიყიდე ერთ კვირაში დავთესავ ალბათ ეხლა. აქ კარტოფილი მოდის ეხლა ითესება მაისი, ივნისი, ივლისის ბოლოს იღებ და კიდე ასრები ორი მოსავალი დარგვას უკვე შემოდგომამდე შემილია მეორე პარტია მოსავალი მოვიყვანო, იმიტომ რომ თბილი ამინდებია და თავარია წყალი მქონდეს და წყალიც აქვს პრობლემა არ არის, ყველაფერი კაი მოდის. და ოთახ გარეთ რა ხდება? ესე იგი აქ ზაფხულში მე მგონი ძალიან მაგარი უნდა იყოს. ჩაჯდობა და ყოფილი. ზაფხულში ახლა დენელა კიდე მოსაწყობი მაქვს, შემოღობა მინდა რაღაც აგერ კორპუსები ექიდან ჩანს ყველაფერი და ეს ვაშდის ხია და ბიჭები წვავ ხოლმე შემოღვა აგერ ვაზი ჩავყარე სამი ხევანით გადაყვანა მინდა. რომელი ვაზი? ჩვენ ქართული თუ აქაური? ქართული არა, აქაური ვაზია, მაგრამ კაი თითა ყურძენია, ის უფრის ყურძენს რო ეძახიან. და აქ შემოღობა მინდა და პატარა წვავ ხოლმე ბიჭები აგერ ნაცარის არ გადამიყია ჯერ. შამპურებით გვაქვს ყველაფერი და ბიჭები შაბათი კვირას განტვირთვას ვიღებთ, ვინც მუშაობს, მოდიან მერე დავჯდებით, ითი ჭიქას დავლეთ, დავილოცებით. ეხლა აგერ აღდგომა მოდის. ენდროა ძალიან უამრავი ენდრო. მაგის ენდროსაც იმაშები ყონა ვაბარებ და მე ფული მოდის, შემოდის იმ ფულით ავდგები და ყიდულობ ხოლმე. ხორცს, ვინოს რაღაცა და იმ მიცვალებულებს შეიძლება ისე ვახარჯავ. რაყვეში ვიღებ და რაყვეში ვტოვებ. სპეციალური ქართული გავლენაში ის მაინც არ არის, აქ ქართული ისა მჟავესაც ვდებ, ღვინოც მომყა, ისა ღვინოსაც წურავ. არაყსაც ვთქვით, მაგრამ ჩვენთან რო არის ქართული ის მაინც არ არის. როგორც ვიცი, რამდენიმე ქართველს აქვს ესეთი რაღაც ბოსტანივით და ქართული აურა შექმნილი, წურავენ ღვინოს, ხდიან არახს და ასე შემდეგ. ქართველი ხა მარტო შეგვყავს. ჩემი ასაკის ხალხი ვინც არის, მართალია უკვე ფიზიკური შრომა უჭით, მაგრამ თავისუფლად რომ მეტი აქვს შაბათ-კვირას და ცდილობენ რაღაცა პატარა მოსავალი მოიყვანონ და ქართული გარემო შეიქმნან იმას. ადრე ვყიდულობდი, ახლა ვცდილობ ჩემი ქართული ჩამოყოტანილი თესლის ჩითელების გამოყვანას და როცა ბევრი მომდის, სხვა ქართველებსაც ვაძლევ ურიგებ, რომ მეთქია, თქვენც დარგეთ და დაწესეთ. ერთმანეთს ვეხმარებით, რა ვიცი. ღვინოს თუ აყენებ? ღვინოს ვაყენებ, რა ვაყენებ და აქ როგორ არის ყურძენი რო იკრიფება, თავისი რაღაცა რაოდენობა აქვს ფაბრიკა, რომელიც იმაზე მეც არიბარებს და ყურძენის ბევრი რჩება ხოლმე. ხო, მორჩენილი ყურძენი შემდეგ. მორჩენილი ყურძენი მივდივართ, კრეფავთ და მოგვაგდა იმით წურავთ. რას ნიშნავს შენთვის აი ეს ყველაფერი? ერთი ყველანაირი პრობლემა თუ რამე არის აქ რო შემოდივარ ვითიშები, არაფერი აღარ მახსოვს, მარტო ვერთობი ნაკვეთი მოვიდა პატრონობაზე. მეორე ის რომ სახში მომიდივარ, მადამ აქვს შვენიერი, ჭამას მადა. მესამეს ბევრი იძახის რომ ღამე არ მიძინება, შვენიერად ვიძინებ, ზაღლი რომ მივდივარ. დილას წამოხდები ჩიტივით და ახლა რაღაც პატარა სამუშაო მაქვს იმ ჩემი სამუშაოს მოვიშვი, ისე ნაკვეთში მოვიდე. მეორე სახლივით გახსნა რა. ყველა თავი რაც არის, ვიცი რას ვჭამ. ბევრს მივეცი ბიზგი რო იტყვიან, ალბათ დამუშავებული დაინახეს და ესე კოხთა ჩაკიტკიწებული დარგული ყველაფერი რაღაცა, აუ მეც მინდოდა სიამოვნებით ქვეყნის მიტოვებული ნაკვეთებია, მეთქი დაილაპარაკეთ, გიკითხეთ ვინადი. ძალიან კარგი და ძალიან სასიამოვნო ეს რაც არის ქართული აურა, რაც აქ სუფევს ამ ქალაქში ზოგადად ძალიან იშვიათია რომ ესპანეთის სხვა ქალაქებში ასეთი აურა სუფევდეს. გამომდინარე იქიდან რომ პატარა არის ეს ქალაქი და გამომდინარე იქიდან რომ ბევრი დაუმუშავებელი მიწა არის, რომელსაც ვერ ამუშავებს ესპანელი და აძლევენ ქართველებს და ქართველს კიდე მეტი რა უნდა მიწასთან სიახლოვე. შენ გენეტიკაში არის რაღაც დოზით, ხო და რაღაც პლუს ამას მარტო მიწაც არ არის, თავისთავად შემდეგ რაც წეგან თქვი რომ მწვადი შეიწვება, ღვინო დაილევა და ასე შემდეგ და რაღაც ჩვენს ასე ვთქვათ ჭიას ახარებს რო იტყვიან რა რაღაც დოზით საქართველოში გძნობთ თავს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და მოგზავნით ხოლმე ბოსტნეული ყველაფერი მექნება. გაიხა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა პატა. ნახე ეს არის ჯერჯერობით მეტი არაფერია. აჰა, ნატურალური ბოსტნეულიც გაქვს. მაღაზიაში შეხარწახოთ. შემომიარეთ ხოლმე და მოვძანით და როცა შემელება ვერში დაგიდიებით და მოგეხმარებით. გაიხარე. აბა კარმელი გოგო როგორი იყო? ჩემი სოფელია. შენ სოფელში ვარ, პირველად ახლა რო იცოდე რა. მოკლედ მეგობრებო, დღეს აღსრულდება ჩვენი ვლოგი. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და თუ ეს ასეა მაშინ კომენტარები, მოცონება. არ დააკლოთ, გააზიარეთ ასევე. ესპანეთში არის ძალიან ბევრი მასალა, რომ მინდა რომ გადავიღოს ყველაფერი, ამისთვის კი გჭირდება თქვენი დახმარება, რომ ჩვენც მოგვეცეს სტიმული, რომ ამ ტიპის ვიდეოებმა იმუშაოს. ასე რომ წავედით დროებით და მალე შევხვდებით ერთმანეთს, ხო? ხო. მე ვარ ოპერატორი. შენი ოპერატორობა არ გაიშვას.